სახელი და მამისაითა და დედისაითა და სულთაქმისაითა ჩვენ არ ღმერთს უფალმა შეგვიწყალოს უფალმა გამგვწმინდოს დიდია ჩვენი სარწმუნოების ჩვენ ძალა და დიდია მადლობა რომელიც პირვის ერთ-ერთი სასწაული არის რომ და შეუძლია რომ ადამიანი როგორც ამბობს როგორც ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი რაღაცა თუ იყვნენ ცოდვანი თქვენი ღებილი ვისაც თოვლი განვასწრებდა და ძალუც უფალს ჩვენი ცოდვების მოტივების განსპედაგებული დასარბევად იხილება ადამიანმა სასო არასდროს უნდა წარიკვეთოს და დღევანდელი სახარება და ზეგარდამო ხილვა სიმრავლე სწორედ ამას მოგვითხრობს მოექცა რომ უფალს ძალუც იმ ცოდვის მოტივებას კი რომელიც ჩვენ შეუძლებლად გაგვაჩნია საკმარისია ადამიანმა სინანული გამოიჩინოს და სინანული კიდე ნიშნავს იმას რომ მისი პირობა სიტყვები შენი თავის ამების დროს ესეთია რომ აღარ მიუბრუნდები აი ამ ბილარს ჩემ და უფალი თავისი მოწყალებით დიდება და მადლობა უფალს აუცილებლად გავწვენს და აუცილებლად მოგვიტევს ორი ამბავი არის დღევანდელ სახარებაში მოთხრობილი და იშვიათად არის ხოლმე საერთოდ როცა ეგრეთ წოდოთ სახარებას ერთი შინაარსი წარმოჩინება და ერთი ამბავი და სახარებაში აქ ამ შემთხვევაში იწყება ერთ-ერთი შესაკრებლის მთავრის იაიროსის სარწმუნოებამა პიროვნების შესახებ მისი ასულის მომაკვდავი ასულის შესახებ თხრობა ძირითადად ჩართული არის კურნებულები არიან ერთ-ერთი დედაკაცის სარწმუნოების ამბავზე კურნავს უფალი მაგრამ არის უფალი შესაძ უფალი განაგებს ყოველივეს და უფალმა არ ეძიებს თავისი მიუცნობელი სიბრძნით განაგო ეს ყველაფერი და ჩვენ კიდევ ერთხელ შესაკრებელის მთავარი როგორ ებრაელებისთვის შესაკრებელის მთავარი ეს არის ყველა ის იყო ყველაზე დიდი თანამდებობა მოგვითხრობს ამის შესახებ დღევანდელი სახარება აი როდესაც ისინი შევიდნენ აი ამ სოფელში ეკლესიის წინასწარ შევადარებ მაგრამ რომელიც გალილეის დაახლოებით ეგეთი ფუნქცია და მათთვის ძალიან ეგებოდა მისაცემი პიროვნება იყო შესაძლებელი თავარი ეშმა და ეს პირველი რაზეც ამახვილებ ყურადღებას და რაზეც ჩერდებით ძიმე არის ის რომ აი ეს შესაკრებელის თავარი ანუ კატეგორია იყო აი წარიტაცი სიგიო და შებურგილი აი ჯაჭვებითა და საკროლითა და სვედა მაგრამ პირველი რაზეც რაც ხდება მისგან უდაბნოს ჩვენი გულის ყურს ეს არის ის რომ ჯაჭვებითა შესაკრებლის თავარი მოვიდა ისი სახელიც კი ცნობილია იაიროსი და ჯაჭვების ვერ იჭერდა და ეშმაკისამი დავარდა საფრთან იესუისთან და ევედრებოდა მას რაითა შევიდეს სახსამისა ეხლა შესაკრებელის თავარი ქრისტეს წამდა აუბედურებული მოკლედ ეს ადამიანი რომელსაც აი აქ ისიც როგორი შემთხვევარი გახსოვთ ერთი მამა რომ მოვიდა და რომ იმის ძალას არა შვილის განკურნებას რო თხოვდა მაგრამ რომ არ ქონდა სარწმუნოება მაგრამ და რო თქვა რომ ლეგიონი ლაპარაკია უცაუფალოსაც ეკითხებოდა რა ქვია ღმერთმა შეიწირა ლეგიონი იმიტომ რომ ბევრი ვარ ჩვენ შეგვიძლია ვთქვა რომ პირით უკვე ესეთი საზომია საშმაგილების იაიროსთან აი ერთის მხრივ მე მინდა ჩვენ დავდგეს იმაზე რომ თუკი ადამიანი არ იქნება მხიზლად და მან გაიგო მან იცის რომ ქრისტე განკურნავს აი ხანდახან რო შევდივართ ხოლმე სახლის კურთხევაზე მიუხედავად იმისა თუ როგორია მისი სარწმუნოება რა საზომის არის თუ როგორ ხო დაბუნდა რომელიღაც დავარდა ფეხში და ფეხებში ჩაუვარდა აი შვილის სიყვარული ამას წარმოიდგინეთ სახში ფეხებში ჩაუვარდა და ევედრება რომ მისი შვილი რომელიც გათავხედეს ერთადერთი ასულისები ხილულად იმავიდეს და განკურნოს ყველაზე მეტი სახელი ჩვენ ლაპარაკობთ შესაკრებელის თავზე ეძებს ეს არის ადამიანი ვის გარშემო უამრავი ხალხია თუკი ადამიანი შემოკრებილი აი რო გაიგეს რომ იაიროსი ესე დიდი სახელშია ზოგი ფარისეულობის ზოგი ლიქნის ზოგი და ბოროტი ერთგულად ვის გარშემო შემოიკრიბა ადამიანი რომ დაეხმარო მაგრამ ვერავინ აი სანამდე შეიძლება მივიდეს აი სასოწარკვეთილი მამა მიდეს დაგვაფიქრებს უფალთან და სწორედ ეს არის უხლებში ჩაუვარდა ადამიანი იქნება უდებად და სულიერ ცხოვრებას სანამდე შეიძლება მივიდეს მისი მდგომარეობა ხო მაგი უფალი მიყვება მას მდგომარეობაშია
ეს ეშმაკეული მაგრამ ჯერ არ ეკითხება მე ზემოთ ცოტა ვნახავ ჩვენ რომ როგორ ეტყვის მას უფალი რომ სარწმუნოება არის აქაც თავარი როგორც მამაში თვითონ მიდის უფალი თუ შენ წამს მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია ეუბნება ხო იმ შემთხვევაში და ყველა საქმეს და აი ამის შემდგომ რომ უფალი წავიდა აი ამ იაიროსთან ისიც რომ როგორც გითხარით თავისი თავის დიდებისთვის გადადის თხრობა მეორის რომ დიდოს ეს არის დედაკაცი რომელიც ადამიანმა ისწავლეს ადამიანმა მიიღო შეგონება ადამიანი გალური წესი 12 წლიდან მთელი ცხოვრება ჰქონდა შეუწყვეტლი მეორე რაზეც ჩვენ როგორ ძიმე მდგომარეობაში ადრე ვისაუბრიამ სამართლებლები გვეუბნება რომ ეს დედაკაცი სულიერ მასაკითხებმა იცის არა უჩინო მიძინება ადამიანი დავიძინო მე სიკვდილი დიდარი იყო სადასტყვა დიდარი იყო მრევეყავ მას ამბობს დავით მთელი თავისი სიმდიდრე არ მიმეძინოსო გადააგო აი ამ მიძინება სასიკვდილეში მიძინება ქვია იმიტომ რომ და მე წერია რომელსაც ყოველი მონაგები მისი წარეგო მზრუნავთა ზედა და ვერ ვისგანეთ ამას ამბობს აი უყურეთ აი აქ დავიძინო მე სიკვდილით მოსადასტყვა ჩვენი გულისხმური მივაყო მრევეყავ მას მრე ნიშნავს ჩვენ დავამარცხეთ ჩვენთანაც მოდის რაღაცა განსასწრელი ეს იქნება მეორე რაზეც შეიძლება მინდა რომ ყურადღება გავამართლოთ იყოს ამ სახარებაში და ჩვენ ვებრძვით ამ ადამიანის მდგომარეობა მაგრამ ისინი ვინც ვერანაირად ვერ ხედავენ ამ განსასწრელს ამ ადამიანის მდგომარეობას და ვინც ვიცოდეთ აი გვასწავლის მიხვდებიან იმას რომ რა შეიძლება სახარება აღმოკითხული სახარება და სასწაული რომელიც მეორე ჩვენ მეორე ვიხილეთ აი ამ სახარებაში შეგვაგონებს გვასწავლის თუ რა დიდი ძალა ქრისტეს და ქრისტესთან მოსვლას რა დიდი ძალა აი მაშინ როდესაც მინდა გითხრათ რომ ახსენდება როდესაც ადამიანზე რაღაც არის ორი შემთხვევა არ ვიცი ვინ ვისწვია ან როსფერნა წამალი ხდება არაფერია ცისთანა ესე იგი ორივე ქვეყანაზე რომ ამოწურა ამ ადამიანმა ამ დედაკაცმა როგორც გითხარით მთელი თავისი სიმდიდრე მთელი თავისი რესურსი და მთელი თავისი შესაძლებლობა გადააგო იმაზე რომ განკურნებული იყო მაგრამ ვერ განიკურნა ერთ-ერთ ლოცვაში ეს ის ბოლოს მოვიდა იქ კვეთებულის მაგრამ ნახოთ როგორ მოვიდა აი ადამიანი რომ მოვიდა ზურგით კერძო სამი ლოცვა ეხლა მე მინდა შეგახსენოთ თქვენ ძველი აღთქმის წესები არ იყოს განსახალი აღთქმის აი ხა რო ისე ახალმე რომ ამბობს კითხულობ დედაკაც აი ამ დროს განვე და ამის არ გააკარებენ და სიტყვას არ ეწვიან და ახლოს არ მივიდნენ და რაღაცა ეს არ არის ახალი აღთქმის შემთხვევას იხსენებს ეს ძველი აღთქმის მოვლენები ესეთი მიდგომა არა არ არის ეხა ეკლესიაში ადამიანი უბრალოდ ამ ადამიანის სახით მოდის ლეგიონი არის ეს წესია და ამის გამო ეხა აქედან არ გაგვდევნო და თუ გაგვდევნი რაღაცა მაგრამ ეკლესიიდან რომ გააგდო ამის გამო ეს არ არის სწორი ფაქტია რომ ესე იგი ღორებში შევალთო ესე იგი აი ამ დროს დედაკაცი ძალიან ისე იყო რომ გარიყული იყო და არც კი ეხებოდნენ ბოლოს ჩვენ დავინახავთ თუ რა სარგებელი კანონით იყო ჯულით იყო აკრძალული იმ ძიმემ და მიუხედავად ამისა ამ დედაკაც არა გვამორება რომ მოვიდეს და შეეხო და მე თქვენ მიხვდებით ეხლა რა ქნას აი ესე უფალი დიდია და რომ უფალმა შეიძლება ადამიანზე რაღაცა დაუშვას რომელიც ჩვენ შეიძლება ველი არის და რაღაც მომენტში მაგრამ როგორ მოვიდა არა ესე იგი რა მოხდა ამ ადამიანში და რა სარგებელი მიიღო მან ხო ესე იგი მეორე რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ ეს არის ის რომ მოვიდა ზურგით კერძო აი ნახეთ უძლურია აი ისეთი მეტყველია არა რომ არ ჭირდება რაღაც აი თუკი ადამიანი აი მაგალითად რაღაც ამბავი რო არის მას ხატოვანი აი ხატრული გაფორმება ჭირდება აი ფილმები რო არის ხატრული გაფორმება რაღაც შემთხვევაში ხარება ისეთია რომ უძლური მეტყველად გეუბნება ნახეთ რომ ჩვენ არეძის გვითქვია რომ ადამიანს საოცარი და კი არ შეეგება ეს არის ღვთის ხატება ზურგიდან მოვიდა რომელშიც მოიაზრება და შეეხო ფესსა 63 მის შეგახსენებთ ხოლმე რომ სამოსლის ფესი ანუ საკუთარ თავზე რომ სამი რამ ნაწილში ჩვენ რო ვკითხულობთ ჩვენ ზიარების სინალოცვებში ვკითხულობთ ხატა და მსგავსად ის დედაკაციო საფესა სამოსლისა შენსასა შეიხო და უყურება მიიღო და მე მთელსა ხორცსა შენსავე ზიარების ეს არის ის რომ ადამიანი არის ნამაზიერი არსება მოხსენიებული რომ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი როგორი მობრძალებულია მისი მოსვლა ეს თავისუფალი არჩევანი რომ ზურგით კერძო აი ამ ძალით მას სამოსლისა მისისა შეეხო მაგრამ რა დიადია მისი საჩეხრება გახებობს გავსება ავითარებს ადამიანი ანუ ადამიანი მოსვლა მომძალებული მაგრამ შესაძლებლობა აქვს დიდია მისი სარწმუნოება და საიდან ხედავთ ამას ჩვენ შეუძლია მიემსგავსოს წერი აქვს
და მეხსეულა დასხრა წყარო იგის სისხლის აი მის. და ვხედავთ ესე იგი შემდეგ წამსვე ვინც წერან გეუნებთ ვინც ვერ ხედავს იმას თუ შეიძლება დამართოს ფეს აი არის მეხსეულად ნიშნავს რომ იმ წამსვე განიკურნა ამას ვერაფერს ვერ ხედავთ და როგორი იქნება ვერ ხედავთ და ემოცია წარმოიდგინეს უმძიმეს მდგომარეობა ვერ ხედავენ და მას ხო არის კითხულობს რომ ვინ შემახო მეო ეხა უყურეთ ესე იგი ეს დედაკაცი ახლა როგორც გითხარით რა მოუვიდათ აი ამ ღორებს რომელიც დაუშვა ესეთი რაღაცა მან ფაქტიურად ჯული დაარღვია ეს ადამიანი განდევნა და მას ხო არ მახო და ისინი შევიდნენ აი ამ ღორების კოლხში რა თქმა უნდა იცის ძალიან მოკლეს წერია რომ და ეხა უყურეთ რა ხდება მაგრამ ჯოგი აი ამ ღორების ეს დედაკაცი უნდა მოვიდეს და უნდა თქვას ისიც რატო უნდა მოვიდეს სწორედ აი შემდეგი ესე იგი რაზე ჩვენ უნდა ხედვები რომ დაიგრეს აი ამიტომ უნდა მოვიდეს იმიტომ რომ ჩვენ ღორებზე ვლაპარაკობთ მაგრამ ყოველთვის გეუბნები წერია რომ კაცი პატივსაშინაეს და არაგულისხმა ხო ადამიანი არის ყველაზე დიდი სასწაულის გავსა ყველაზე დიდი ფასეულობა შეიძლება ადამიანის კი მიემსგავსოს ცენტრში ადამიანისთვის მოვიდა ხოში ადამიანისთვის ჯვარცეცვა ადამიანისთვის აბა რითი განსხვავდება აი ხა შევხედოთ რომ ესე იგი ადამიანი რომელიც ყველაფერი დაშვება ადამიანზე რა ხდება ჩვენს თავდაყნიურ ეს დედაკაცი უნდა მოვიდეს და უნდა თქვა ნივთიერ რაღაც სიმდიდრეზე რაც ხო არის ამას შემთხვევაში ღორების განაგებს რომ ლაპარაკობ იმიტომ კი არ იძახის რომ ვინ შემახო რომელთანაც მიდიან წემსები ეუბნება რომ ესეთი რაღაც შეგვემჩაყოლონ მაგიტო კი არა უნდა გამოჩნდეს მოდიან და ხედავენ აი ამ კაცს განკურნებს ხედვა წერა ხო გიწერეთ რა რომელიც არის ახალი აქმის რომელიც ქრისტე მოიტანა გასისხლიანებული გაუბედურებული აქვე არის და ხედავენ აი ამ ადამიანისა წყარო ყველა დაშვებისა გონიერი ფერხ დაეშვება ყველაფერი და მის იმდენად მადლიერია რომ და ქრისტეს ფერხით არის პეტრე მოციქული ეუბნება რაღაცა საყვედური ხედავენ ამ ადამიანს შემოსულს და უკვე ნორმალურს და სხვების ეუბნებიან ამდენი ხალხიაო და მათ შეგაიწრებენ და ახლა როგორ გავიგოთ ვინ შეგახო რაღაცა თვითონ ამათ გონიათ რომ მატერიალური რაც ხო არის ამაზე ლაპარაკობს და დამნაშავეს უნდა რომ ეს დედაკაცი წარმოჩნდეს მათი ჭკუი დამნაშავეს ეუბნება რომ გამოჩნდეს მისი სარწმუნება ღორები დაკარგეს ამავე დროს იაიროსმა დაინახოს ეს რომ რა ძალა აქვს მგონი რომ განსხვავება მათ შორის მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ იაიროსი დიდი არ არის უბრალოდ იაიროსი ხო ურად ესენი ადამიანები შესაძლებელი თავარი ვისთანაც მიდის ანუ დაგვავის მიჯაჭვული არიან მიდის მიყვება იაიროს ფასეულობას რომ იმ ადამიანს ვერ ხედავენ აი არა მას ხო არის ამბობს მე მინდა ჩემგან გავიდა ზალა და ამაზეც დავფიქრდე კიდევ სვავს ამ კითხვას ვინ შემახო იმიტომ რომ ახლა რა დედაკაცი ჩვენ ლაპარაკობ და რომელმაც იცის რომ დიდ განკითხვას დაიმსახურებს არის ადამიანი ამის გამო თუ ესე იგი ესე მდგომარეობაში ხანდახან ადამიანს ვერ ხედავთ ვინმეს ხო გამოვიდა ყველაფერს ხედავთ თქვა აღიარა და ამაზე ჩვენ უნდა გავამახვილოთ ეხლა რა გამოვიდა ეს აღიარება ადამიანი არის გახსოვთ ადამიანის განკურნება გახსოვთ გარდამოხდა ქრისტე გარღვეული ღადარინელი უკაცრავად გარღვეული კი არა ღადარინელი ეშმაკეული რომ განიკურნა მერე მივიდა და ეუბნება წამოვარ ჩვენთან უფალი ეუბნება წადი ერთი ადამიანის ამ ადამიანს ვერ ხედავენ ისინი ეკლესია ყოველთვის აი ამაზეც ეუბნება აი რომ მოდის ადამიანი მაგალითად აი ვიყვებიან რაღაცა დიდ ძალას უფალი განის გამოვლენა სასწაულს ჩვენ მეუბნებით რომ წადი ეხლა შენ მოუყევი სხვასაც უთხარი რომ ადიდონ უფალი ესე რო თქვა აი და აი ამ დედაკაცის მხრიდან ეს იყო ქადაგება ქრისტეს ყოვლადძლიერების იმიტომ რომ და უფალი აღიარა ყველას წინაშე ანუ მოყვა მთელი თავისი ცხოვრება უცხოხი ადამიანები განაესენი ცხოვრება ესე იგი ყველა ადამიანი როგორ წვალობდა როგორ იტანჯებოდა როგორ დახარჯა მთელი მილიონები მაშინ როცა საკვირველ ამბავს გეტყვით და ვერაფერი ვერ უშველა თავის თავს და როგორ შეეხო ქრისტეს ძირითადად არის ებრაელის ისტორია რა ბიბლიური თხრობა აი ამაზე მინდა რომ 400 წელზე მეტ ჩვენი ეგვიპტელების მონობაში საფიქრალის და ჩასაღრმავებელი სწორედ ეს არის თაყვანისმცემლები უბრალოდ რომ მოკლედ რა პირველ რიგში ვიცოდეთ რომ რაღაცა რო ხდება ჩვენ წარმოიდგინეთ მოსე რო გააგზავნა უფალმა მე ვიცოდეთ რომ ებრაელის გამოსაყვანა და ფარაონის წინაშე სასწაულები ყველაფერი შეუძლია ყველაფერი ძალუც აი თქვენ რომ გონიათ ეს არა იმასაც უშვებდა რომ იქნება ეს ფარაონი მოქცეულიყო კაცო იმიტომ რომ ისეთ სასწაულები მოახდინა მოსემ 10 სასწაული მოახდინა იმ დროის განმოსახელინა რო თქვა ხო გითხარით რომ დაარღვია ჯული დედაკაცს მაგრამ ჯულზე ისე ჩაიწერებოდა ცხოვრების წინში ოღონდ ეს ანუ ისე თქვა მინდა რომ ჩვენ აი როცა არ არსებობს რაღაცა სიტუაცია როცა ჩვენ ქრისტეს და ეს ადამიანები არ უყარგეშავს ამათ რატო არ უქადაგა ვინც ეს ეშმაკეული ვერ დაინახა მე გზელდება აი ეს თხრობა
მოდის ვიღაცა აი ამ შესაკრებლის თავრის მახლობელზე და ეუბნება მას რომ შენი ასული გარდაიცვალა და ნუღარ აწუხებ მოძღვარს. რასაც ამ მარგალიტებს ეხლა ამ იაიროსმა ხო დაინახა რაც მოხდა ყველაფერი. ხო? ნახეთ ეკლესიაში მოსულიც კი და არის უკვე სარწმუნოებაში, იმიტომ რომ დაინახა სასწაული მოხდა, კაცო, ისეთი რომელსაც ვერავინ ვერ უშველიყვენ, უფალი გაჩერდებოდა აუცილებლად. კეთრის განკურნება, ესეთი რაღაცის განკურნება, სხვა არ ხდებოდა მაშინ, არ ინკურნებოდა. ჩვენ ხედავთ თუ არა დიდი სასწაული და როგორი მადლიერია ეს განკურნებული. მაიაიროს თავს რაც იყო და რაც მოხდა და მიდის უფალს და ეუბნება რომ წამოვალო. და ნახეთ როცა გაიგონა მან კი არ მასთან არ მოსულა უბრალოდ უყურებს რომ მივიდნენ იაიროსთან და იაიროს ახლა სახე ხო შეეცვლებოდა ხო შვილის ამბავი უთხრეს და მივიდა და ეუბნება სიტყვებით ხო და ნუ გეშინა რა სარგებელი მეთქი აი წეგან ვლაპარაკობდი რომ რა სარგებელი მიიღო აი ამ დაშორვის მერე უფალი ძალიან დიდი ეუბნება რომ უსასრულოა შენ თუ ირწმუნებ ყველაფერი კარგად ადამიანი აქაც იგივეს ეუბნება ჩვენ რომ მკითხულობ ბიბლიაში რომ როგორ ფიქრობ თქვენ დაამკვიდრა 60-ში და იქიდან გამომხდინარე რომ რა იყო კაცო უფალი მივიდა მას გარკვეული სარწმუნოება ანუ იმდენი სარწმუნოება კი ჰქონდა რომ არ დავარდა და მოდმას არ მოყვა და დაუსულებელი ამოთხარული სავსება და ნუგეშინია და შენ მხოლოდ ირწმუნეო ვინ მიხვდებოდა რომ ირწმუნა მან აი კიდე ღმერთისგან ერთი დიდი სასწაული რომ შესაკრებლის თავრის გაქრისტიანება ესე რომ თქვა ეს ძალიან დიდი სასწაული და ვის რა ჭირდება ხადაგებდა მერე და მოაქცევდა ხომ ეხა მინდა მოგიდგენია ნუ რა ვის ნუ განიკითხავთ დიდი ავტორიტეტი სარგებლობდნენ და როდესაც შევიდა უფალი მიუშვა ღმერთმა დაუშვა ღმერთმა უთხრა იქ ყოფებს რომ თუ განიკითხავთ ჩვენ დავზიანდებით ის ადამიანი შეიძლება შენ რაშიც განიკითხავთ ზუსტად მაგან უშველო შეიძლება იმას მაცხოვარმა მიხვდით ამიტომ ვისწავლი რომ ნუ რა ვის თუ განვიკითხავ და დავინახოთ ჩვენ ადამიანი დავინახოთ გამოჩნდეს ისე როგორც აი ღადარი შევიდა და შეიყვანა მასთან მხოლოდ ძიმე უფალი მკვდრებსაც აღარდეს მაგრამ დაარშობლები შეიძლება ეს ისე პეტრეში იყო სახარებაში აღწერილი ყველაზე მძიმე სურათია თუ შეიძლება ესე ითქვას პეტრე იაკობი და იოანე ყველაზე მძიმე და აი ამ ხო შეიძლება იაკობი და იოანე მეტი ისეთო გამორჩეულები არიან ძიმესი მდგომარეობა მას როგორც სარგებელი ხო შევიდა და ორი სიტყვა უთხრა იმიტომ რომ უფალი კიდევ ერთი აი უფალშეულება შენთან ვიქნები ეს თავის სიყვარულით აღარ უნდა რომ მოშორდეს ქრისტეს მივხვდი იქ მაგრამ უფალი ეუბნება წადი და იქადა მკვდართა აღდგომის შესახებ საუბრობდით გავიხსენეთ რომ ეს ფაქტები არის მიყვებით ეხა როგორია ხო ლაზარე როგორ აღადგეს ამოდით ეხა ის ლაზარე გამოვიდა მოუყვებოდა ვიღაცას აყროლებული მიცვალებული საფლავიდან გამოვიდა და როგორ განკურნა ქრისტე აი კიდევ ერთი შემთხვევა როდესაც და მაცხოვარი ეუბნება ხმაო შენ გეტყვი აღდე მოთხრობი და ბოლოს იქნება სწორი ნიშნოთ რომ მეორედ მოსვლის ჟამს. თქვენი ამბავი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვინც გარდაცვლილები ვიქნებით ქრისტესიაში, რომელმაც დედის მუცელში მოგვავლინა, რომ არ ვიცი, საიდან და დედის მუცლიდან მოგვავლინა ქვეყნიერებაზე საფლავითანაც საფლავის ამას ხადაგებს. დაგვიძახეთ და ჩვენ ყველანი ამიტომ ეკლესიაში მისი სიტყვით ისე შეიძლება ამ გადარინელივით არ ვიყავით, მაგრამ აბა დავფიქრეთ რა და ბოლო ესე იგი რას ვიცი თავდება სახარების თხრობა და ის რომ კაცი პატრიუსაში დაიყო და ამცნომად და ბაიდა არავის უკრანს და მიემსგავსა მათ ანუ საქმე იგი როგორ არ უნდა უთხრათ ეს საქმე რა თქმა უნდა იქადაგება ადამიანი 6 დღის განმავლობაში ჭამს სვამს ძიდავს სიკეთე გავაკეთოთ გასაუბრად თუნდაც სასწაულის მასაკეთებს და ერთ დღეს საუბრები ხდება უამრავი სასწაულები ხდება ჩვენ არ დავიწყოთ ის მოკვდა უბანთაზე და გადაგება და იმას ის მოვიდა მე აღია რომ აი ჩვენ ეს გავაკეთეთ ჩვენ ისიკეთე გავაკეთეთ ჩვენ რო არ მოა ეკლესიაში წირვაზე რო არ დადგება საკუთარ სულს მოეხმაროთ პირველ რიგში და ყველაზე დიდი სიკეთე ხო და ეს იქნება რამდენი წირვა გასტენებო ანუ წირვას გულის ასევე არის ხსენება ხო გითხარით გაგიმართეთ რა არის წირვა წმინდათა და მართალთა იოანეს რო კიდე ესაია ქართველ აი გაგაჩეროთ ვინ არ მოიდგინეთ რომ ეს ხება ხო წირვას რას წირა წმინდანების რანგები არსებობს ხო იცი თქვენ ღირსი მოწამენი მღვდელმოწამენი ვიხდით აი ვიღაცა წირვა გონია რაღაცა თეატრალური ხო არის სხვადასხვა რანგებია და ესეთ შესამოსელია საქართველოს წმინდანების ისტორიაში რაღაცა 4 ყავს ეს ამ რანგში მართალი. აქ ჩვენ მადლიერებას ჩვენ ვინც არის ყველა კარგად რიტუალია მართალი უგვირგვინო მეფე საქართველოსისა და იმ სამი პიროვნება წმინდანი
იმ იოანეს უსაზღვრო სტეფანი და მოწყალებისთვის უფლისადმი ამ რომელიც რანგში არიან უკვე თუ უსჯულოებათ მიაგდე უფალო თქვენ წარმოიდგინეთ დაუთმოს რამოთო მათ შესახებ აი რო დადგედა აბა დაფიქრდი ჩვენ ცოდვილები ვართ ყველა და ღმერთმა რომ ჩვენი ცოდვები ერთადერთი რაც ჩვენ მოიკვლიეს მკვლევარებმა იერუსალიმში მაგივრა უფალმა ეკლესია საპატიო მცველები მაცხოვრის ჩვენ შეგვიძლია რაც ამ რამში ცოდვა ქონდა შეგვიძლია მოხვიდე საყვარელი აი ამ წმინდა მოდელია და წარმოიდგინეთ იყო დრო როდესაც ესე იგი ბაჭის ნახავდი და ეხლა არაფერი არ ვიცით მათი ლოცითა და მეოხებით უფალო თვალსარება და შენდობა ჩვენო შეგვიწყალეთ ჩვენ ამით დიდება სულ გზელებასა და